პროტესტი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში თანამშრომლები დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. დღეს პედაგოგები კრებას ჩაატარებენ, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ და მათ მოსაგვარებლად შესაბამის ინსტანციებსაც მიმართავენ. კიდევ ერთი მოთხოვნა კი ფინანსურ კონტროლსა და ხელფასების ზრდას უკავშირდება. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასახლის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ კრების ოქმით დავადოთ. არა ვართ ის კატეგორია, რომლებმაც არ იციან როგორ უნდა მოახერხოს ეს. ჩვენ ამ ადამიანთან სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართავთ, რომ ეს დირექტორი გაიყვანოს სასახლიდან თავის მოყვანილ ადმინისტრაციულ შტატთან ერთად. დღეს არის კრება, რომელზეც განიხილება ყველა ეს საკითხები და კრების ოქმთან ერთად ყველა ინსტანციაში, ალბათ ეს იქნება სამინისტროშიც, დეპუტატთანაც იქნება, კანცელარიაშიც წავხებთ, განათლების სამინისტროშიც ალბათ და გვინდა რომ ფინანსური კონტროლი მოხდეს აი ამ ყველაფერზე.